საუბარს ახლა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო ოთარ, მოგესალმებით. საღამომშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ბატონო ოთარ, როგორ იქნება წელს სახელმწიფოს მხარდაჭერა დასავლეთ საქართველოს ფერმერებისთვის და რა ტიპის სუბსიდირების მოლოდინი უნდა გქონდეთ მათ? სუბსიდირების ნაწილში მოგახსენებთ, რომ ჩვენ გეგმავთ სამრეწველო გადამუშავების ციტრუსის სუბსიდირება 10 თეთრის ოდენობით იმ შემთხვევაში თუ გადაიხდიან მინიმუმ 20 თეთრ კილოგრამზე, ხოლო სამრეწველო გადამუშავებისთვის. საინტერესოა, სად გაიხსნება შტაბები და თვითონ ფერმერებს მოუხდებათ თუ არა მანდარინის ადგილზე მიტანა თუ გადამზიდავები ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესში? ძირითადი შტაბი იქნება ბათუმში, თუმცა ქობულეთში იქნება რამოდენიმე ობიექტი, სადაც იქნება მიღება. შეზღუდული არ არის მიღების ფორმა, შეუძლიათ როგორც თავად მეიტანონ, ესე ვთქვათ, შემგროვებლებმაც იმუშაონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავერევით, ეს კერძო ბიზნეს საქმიანობაა. რაც შეეხება ოზურგეთსა და გურიას ამ მხრივ? მათ შორის, თუმცა სამრეწველო გადამუშავების იქ ნაკლებად მაინც ქობულეთში მოუწევთ ჩაბარება. გასაგებია, შარშან გაჩნდა რიგების პრობლემა ჩაბარებისას, რაც დამატებით ხარჯებსა და დროს ითხოვდა ფერმერებისგან. წელს როგორ მოხდება ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება ამ მხრივ? სწორედ ამ მოტივით იქნება შტაბი. შტაბი მოიხსენებათ უზრუნველყოფს ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის რეგულირებას, რომელიც შემდეგ დაგვეგმის ნაწილში არის მნიშვნელოვანი. მათ შორის ახლა საუბარია იმაზე, რომ არ დადგეს რიგები, რადგან აქ ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლება, სოფლის რწმუნებულები, შედგება სიები, განრიგები და მხოლოდ აი ამის მიხედვით გაკეთება. ისევე როგორც პრინციპში ახალს არაფერს არ ვიგონებთ, რთველი შემთხვევაშიც იყო ანალოგიური. შარშან თუ იყო რიგები გახდათ, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი საწარმო იყო მემღები და ისიც ტექნიკური შეფერხებებით მუშაობდა, ხოლო წელს ჩვენ გვაქვს უკვე ახალი და მათ შორის 3 საწარმო, რომელიც 100% ფუნქციონირებს. რაც შეეხება სუბსიდირებას, ამ სუბსიდირებას მიიღებენ უშუალოდ ნედლეულის გადამამუშავებელი კომბინატები. რამდენადაა მათთვის გარანტირებული გასაღების ბაზრები და რა ტიპის მხარდაჭერას თავაზობს მათ სახელმწიფო? სწორედ ამიტომ მოხდა სუბსიდირება. სუბსიდირება ემსახურება ორ მიზანს. პირველი ის, რომ ის ციტრუსი, რომელიც შეიძლება გადასაყრელი ყოფილიყო და არავინ არ ჩაიბარება მისი ხარისხიდან გამომდინარე, სამრეწველო გადამუშავებისთვის იყოს წახალისებული და ამაში გადაიხადონ იმაზე მეტი, ვიდრე ის ხის დღეს ჩვეულებრივად ბაზარზე. მათ შორის მნიშვნელოვანია წახალისდეს ასევე მრეწველობა, გადამუშავება და მათთვის იყოს რენტაბელური. ჩვენ ავიღეთ კონცენტრატის ფასი და ამის შემდეგ გამოყავით სუბსიდირების კონკრეტული ტარიფი. ბატონო, გადამუშავებული პროდუქტის გარდა საუბარია სტანდარტულ მანდარინზეც. მათი გასაღება რომელ ბაზარზეა ნავარაუდები? მათი გასაღება პრაქტიკულად ყველა ბაზარზე შესაძლებელია. ჩვენ შევისწავლის მოთხოვნა დიდია, პრაქტიკულად ყველა იმ ტრადიციული ბაზრიდან, რომელზეც ექსპორტი ხორციელდებოდა ხოლმე, აქ იყო ლოჯისტიკის ნიუანსები, რომელიც დავარეგულირეთ მაქსიმალურად და ჩვენ კონტროლის ქვეშ გვაქვს ეს მიმართულება, ვემუშავებით ყველა პარტნიორ ქვეყანას იმასთან დაკავშირებით, რომ ლოჯისტიკა, გადატვირთვა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არ იყოს რაიმე შეფერხებები. რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, ძირითად ბაზრებად წელსაც რჩება რუსეთი და უკრაინა თუ მოხდა რაიმე ახალი გასაღების ბაზრების მოძიება? ძირითადად რა თქმა უნდა რჩება უკრაინა და მათ შორის რუსეთიც, დიახ. და რამდენად იმოქმედებს სახელმწიფო მხარდაჭერა ამ ბაზრის ფასებზე? ბაზრის ფასები დარეგულირებულია პრინციპში. დღეს მოცემულობა არის ესეთი, რომ დაახლოებით 55-დან 65 თეთრამდე მერყეობს. სავარაუდოდ იცით, რომ დაახლოებით 25 თეთრამდე გამოდის ზოგადად თვითღირებულება პროდუქციის, ანუ შესაბამისად მარჟები არის საკმაოდ ნორმალური. და ბატონო, რამდენხან შეიძლება გაგრძელდეს სახელმწიფოს მხრიდან ეს სუბსიდირება, გულისხმობ ციტრუსს და ყურძენს? რაც შეიძლება ცოტა ხანს ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიდეთ ამ მოცემულობიდან. მომდევნო წელს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყურძენი სავარაუდოდ აღარ იქნება სუბსიდირების საგანი და ვფიქრობთ, ალბათ ციტრუსის ნაწილშიც კარგად შევისწავლით, გავაანალიზებთ მათ შორის მიმდინარე წლის შედეგებს და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. და სანაცვლოდ ფერმერებისთვის რის შეთავაზებას აპირებთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, თუ იგეგმება დაუშვათ კიდევ რაიმე პროექტების განხორციელება? რა თქმა უნდა, პროექტების განხორციელება იგეგმებათ. ჩვენ ძალიან ბევრი ინოვაციას ვნერგავთ. მომდევნო წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო ბევრი საინტერესო პროექტი იქნება, მათ შორის ჩვენ გეგმავთ მაღალმთიანი რეგიონების განსაკუთრებულ წახალისებას, სადაც მომზადება სპეცპროგრამები, იქნება საპილოტო პროექტები. ჩვენ მნიშვნელოვნად ვფიქრობთ
მაღალტექნოლოგიური, ესე ვთქვათ, საირიგაციო სისტემების საპილოტო პროექტების გაშვება საქართველოში, სასათბურე მეურნეობების საკმაოდ დიდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის მოგახსენება ჩვენ ბოლოს ვიყავით ყაზახეთში და იქიდანაც დაინტერესება დიდია. ამიტომ მე ვფიქრობ, 2015 წელი იქნება ძალიან საინტერესო წელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. და ბოლოს უბრალოდ რო დავაკონკრეტოთ ფერმერებისთვის, როდიდან ამოქმედდება ეს პროგრამა სუბსიდირების? ჩვენ მთავრობაზე უნდა გავიტანოთ ინიციატივა, ეს არის გახლავთ ფორმალობა და შესაბამისად დაახლოებით ალბათ 22 ნოემბრიდან. დიდი მადლობა. ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.